ქულა ამ შეხვედრაში. ასე რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. საკმაოდ კარგი შემადგენლობებით არიან ორივე გუნდი წარმოდგენილი დღეს და 10 ოთარ ფარულავა 17 ბლანკსო ანოფი და 21 ნომრით ეს შემადგენლობას კარს 29 ნომრით ლევან შოვნაძე ლევან ქურდაძე ნახევარდაცვის ხაზი 6 ნომრით გიორგი პაპუაშვილი 22 ნომრით ტარიკ შიკალო 30 ნომრით მაქსიმ შესაძლოა გარკვეული საუბარი იყო გამისკიდიას ხრიდან და ახ რა ეპიზოდი შეიქმნა და რა კარგად თამაშობს ლევან შოვნაძე დიდებულად ითამაშა 28 წლის გამოცდილება მეკარემ რომელმაც აქ თავისი გუნდი აშკარა გოლი კუთხე და თან პოზიციურად მეშახტის მოთამაშეები კარგად იყვნენ განლაგებულნი მენთეშაშვილი შეიძლება შორიდან ძალიან მწვავე და სახიფათო მცდელობა ოლატუნჯის მხრიდან ვისაუბრია სპაერის შესახებ ფილმ რეპორტაჟებზე მით უმეტეს როდესაც სპაერი თამაშობდა ეს გუნდი სულ 9 წლის უკან დაარსდა 2017 წელს და ყოველ სეზონში პროგრესირებს ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში არის აქ შანსი დარტყმა გადარჩა აქ ტყიბულის მეშახტე რა შანსი გაუშვეს ხელიდან ამ ეპიზოდში მასპინძლებმა და სადღაც ფრთხილი თამაში იყო მოსალოდნელი მეორე ტაიმში აქ ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი დარტყმა და ანგარიში იხსნება გატანილი გოლის ავტორი კი გახლავთ ირაკლი სიხარულიძე ესეც 129 გოლი მისი შესრულებით საქართველოსმა არ გაჟღერებულა აი ახლა გაჟღერდა და ტყიბულის მეშახტე ოფიციალურად აღნიშნავს უკვე ეროვნულ ლიგაში ამ ისტორიულ წარმატებას ისტორიულ გამარჯვებას აქ ჯერ მოჩას არბიტრი ელოდება კი ეს საფინალო სასტვენის ხმა იყო იქ ვიდეო მსაჯებმა როგორც ჩანს გარკვეულ დეტალზე მიუთითეს არბიტრს მაგრამ არაფერი განსაკუთრებული შეხვედრა დასრულებულია ირაკლი სიხარულიძის ქართული